ის ადამიანები, ვინც მას მიენდობიან. ის ადამიანები, რომელთა გულებსაც უფლის ნათელი მოეფინება. ის ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების გზას დაადგებიან. ის ადამიანები, ვინც მის ნებას დამორჩილდებიან. იგი მოუნენს წყალობას ყველა ცოცხალ არსებას. მოგესალმებით პატივცემულო ტელემაყურებლებო. ეთერშია შემეცნებითი პროგრამა ყველაფერი ისლამის შესახებ. დღეს ჩვენ წინა გადაცემაში დაწყებული თემის ისლამი და ეროვნული იდენტობის შესახებ ვისაუბრებთ. გარკვეული ერის ნაციონალური იდენტობის შესახებ საუბრისას პირველ რიგში იმ საკითხების განხილვას იწყებენ, რომლებიც რიგითი მოქალაქეების აზრით ამა თუ იმ ერისთვის დამახასიათებელი საერთო ფასეულობა და სიმბოლოდ ითვლება. ნაციონალიზმის მკვლევარების აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ეროვნულ იდენტობის შესახებ საუბრისას ისინი საერთო ფონს გამოხატავენ. მაგალითად, ცნობილი მეცნიერის ენტონი დუგლას სმითის აზრით, ეროვნული იდენტობისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. პირველი, ისტორიული ტერიტორია ანუ სამშობლო. მეორე, საერთო მითები და ისტორიული მეხსიერება. მესამე, საერთო საზოგადოებრივი მასკულტურა. და მეოთხე, ყველა წევრისთვის საერთო სამართლებრივი უფლებამოვალეობანი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე, რომელიც ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენთან ისაუბრებს. მოგესალმებით ბატონო ტარიელ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დიდი მადლობა ჩემი მოწვევისათვის. ბატონო ტარიელ, ჩვენ საუბარ